მოგესალმებით, მე ვარ ჯილესონის მთავარი ადმინისტრატორი და დღეს მე ამ ვიდეოში ავასრულებთ ერთ-ერთი მომხმარებლის თამაშს, რომელსაც ეკუთვნება ASDFGH უცნაური სახელია, რომ აი აქ როგორც კი წერიათ, რომ ჯილესონატოა, აი ამ ლოგოზე ამბობ და მეც იგივე მიყენიო და აი ამის შეცვლა როგორ უნდა. დღეს მე ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით როგორ შეცვლას. ისე იგი, როგორც ხედავთ, აქ იგივე დიზაინი დაყენებული ჩემს ერთ-ერთ საიტზე, მაგრამ აქ არის სხვისი ლოგო, ანუ სხვა საიტის ლოგო. და მოდით შევწვალოთ. ისე იგი, ლოგოს შესასრულებლად ჩვენ გვჭირდება პროგრამა Photoshop-ი, რომელიც ჩვენ საიზიდეოს. როდესაც ამ პროგრამას დაინსტალირებთ, გადმოიწერთ, შემდეგ უკვე გახსნით და მოვაგდებს ესეთ განჯარას. შემდეგ დავუჭერთ ფაილ, გაცრავთ. პირველ რიგში უნდა გქონდეს ის სურათი მოცემული თუ რის შეცვლაც მინდა. ესე იგი, ამას მოვკიდებთ ხელს, ჩავაგდებთ აქ. თუ აი აქ შეიძლება იწეროს background-ში დააჭერთ ორჯერ და გადაიყვანთ layer-ში. შემდეგ გადაწერია ჩემი საიტის ლინკი ან სხვისი. აი მას წავუშლით. შეულებრივად წავუშლით. აუცილებლად layer-ში უნდა გადაიყვანოთ. შემდეგ დავაწერთ მაგალითად რაც ქვია აი საიტს რასაც ვაყენებ. დავერდოთ. შემდეგ დავწეროთ ტექსტი რაიმე მაგალითად. რაც თქვენ საიტს ქვია. შემდეგ ეს იქ დავაჭიროთ. გავადიდოთ ტექსტის ზომები. სადამდეც გვინდა, ნუ მე ამას უბრალოდ ვაკეთებ. ესე ფოს და შემდეგ მივთითოთ რაიმე ვიდეო. აი მაგალითად მოდით იყოს აი ეს ლამაზი ჩანს. შემდეგ როგორ ხდება ამის შენახვა. დავაჭერთ აქ ფაილ. აუცილებლად კარგ ფორმატში თუ გვინდა რომ შეინახოს save and devis დავაჭერთ. შემდეგ გადავიღოთ აქ ორიგინალ. აქ აუცილებლად უნდა დავიწყოთ MG24 save და აი აქ დავარქვათ იგივე სახელი რაც ამ არის, ანუ დავაჭიროთ და სახელმწიფო. აქ ამოვიდებს რომ ესეც სახელმწიფოს ფაილი უკვე არსებულია და სულ თუ არა შეანაცვლოთ იგი. დავაჭერთ yes. ჩავკეთოთ ამას, როგორც ხედავთ, შეიცვალა. ამას მე ხან უბრალოდ ვაკეთებ, შემდეგ შევარ ჩვენ საიტის სამართო პანელში, შემდეგ file manager, შემდეგ თუ სადაც აქვს სურათი ატვირთული ეს ლოგო, ანუ მე მაქვს ატვირთული image, აი აქ. აი ეს. შემდეგ choose file და ავირჩიეთ აი ჩვენ დავაჭერთ უკვე. შემდეგ გადავალთ საიტზე. გადავუკეთოთ რამდენიმე ჯერ და როგორც ხედავთ, ლოგო დაყენდა. მაგრამ ცოტა უხალისო ლოგო გამოვიდა, რადგან მე სასტიკად გავაკეთე, თორე შეგვიძლია უფრო ლამაზად გაგვეფორმებინა. დღეისთვის ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულდა და თუ რამის ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ შევხედოთ ჩვენ საიტზე, ჯილესონატოაზე და დატოვოთ მინი ჩატში ან ამ ვიდეოს კომენტარებში.